ბუნება უბრალოდ ადგილი არ არის, რომელსაც ვსტუმრობთ. მის ჩვენი სახლია, მის ყველაფერია, რასაც ვხედავთ. ცხოველები და მწერები, რომლებიც გასავს არის შენიღბույთ გარემოს ერწყმიან, სხვადასხვა ხრიქსა და სათყურას იყენებენ გადარჩენისთვის. ბუნებაა ყველაფერი, რასაც ვისმენთ. მარტივი სახლი, მოკიანის ტალღების ხმა, ჯეგაკოხილის გრუხუნი და ჭრიჭინა-ჭრიჭინი. ცხოველებსა და მათ გარშემო შორის არსებული საოცარი, მაგრამ ძალიან ფაქიზი კავშირი ქმნის ველური ბუნების ნამდვილ სამყაროს. ამაზონის ტროპიკული ტყე 9 ქვეყანაზეა გადაჭიმული და დაახლოებით 5.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა და დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემა, სადაც დღემდე უმრავი სახეობაა, რომლებიც მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. დღეს გავეცნობით ამაზონის ტყის ყველაზე გამორჩეულ ბინადრებს, გიგანტურ ანაკონდას, კაიმანს, ტარანტულას და ამაზონის მდინარის დელფინს. ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული არსება, რომელმაც ადამიანების წარმოსახვა ყველაზე მეტად დაიპყრო, სწორედ ანაკონდა. ამაზონის ჭაობებში, მდინარეებსა და დაჭაობებულ ტერიტორიებზე ანაკონდა თითქმის შეუდარებელი მტაცებელია. მისი ოჯახი 5 სახეობას აერთიანებს, მათ შორის კი მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი მწვანე ანაკონდა. მისი ზომის შესახებ უამრავი გაბერილი ისტორია არსებობს, თუმცა ერთი რამ უდავოა. ყველა ანაკონდა იდეალურადაა შეგუებული ამაზონის წყლის სამყაროს. ხმელეთზე ის ნელია და მოუქნელი, მაგრამ წყალში თითქმის შეუჩერებელია. მდინარეების ქსელი საშუალებას აძლევს ძალისხმევის გარეშე გადაადგილდეს და საოცარი სიზუსტით ინადიროს. ანაკონდას შეუძლია 10 წუთზე მეტხანს წყალქვეშ გაჩერდეს. ის შესანიშნავად ნადირობს თევზებზე, კუებსა და კაიმანებზე, რომლებიც ამაზონის წყლებში ბინადრობენ, მაგრამ მისი შესაძლებლობები ამით არ სრულდება. ამაზონის მთელი ეკოსისტემა მდინარეზეა დამოკიდებული, ხოლო სწორედ აქ ანაკონდა თითქმის სრულუფლებიანი ბრძანებელია. მისი თვალები და ნესტოები თავის ზედა ნაწილშია განლაგებული, ამიტომ სხეულის თითქმის მთლიანად დამალვა შეუძლია და მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება წყლის ზედაპირზე, სანამ ნადავლს ჩაუსაფრდება. ანაკონდა ყველაფერს ჭამს, რის დამარცხებასაც შეძლებს. ასეთი ზომის გველისთვის კი ამაზონში ძალიან ცოტა ცხოველია, რომელმაც უსაფრთხოდ შეიძლება იხსნოს თავი. როგორც ყველა ქვეწარმავალი, ანაკონდაც გარემოს სითბოზეა დამოკიდებული. ამაზონის ტროპიკულ ტყეში, სადაც წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 27 გრადუსია, მისთვის იდეალური პირობებია. ჯუნგლების ხშირი საფარის ქვეშ სიბნელე ძალიან სწრაფად ჩამოწვება, თუმცა ანაკონდას სინათლე ნადირობისთვის საერთოდ არ სჭირდება. ტუჩების გარშემო არსებული სპეციალური ორგანოების სხეულის სითბოს აფიქსირებს. ორად გაყოფილი ენა ჰაერში არსებულ ქიმიურ ნაწილაკებს აკითხავს, ხოლო მისი მგრძნობიარე კანი ხმებსა და ვიბრაციებს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში გრძნობს. როდესაც ნადავლს მიუახლოვდება, ასობით ბასრი კბილით მყისიერად ეჭიდება, თუმცა მსხვერპლს კბენით არ კლავს, რადგან შხამიანი არ არის. ძლიერ კუნთებიან სხეულს ნადავლის გარშემო ახვევს, თანდათან ოჭერს და სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევს. ამის შემდეგ მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს. ქვედა ყბის განსაკუთრებული აგებულება საშუალებას აძლევს პირი იმდენად ფართოდ გააღოს, რომ საკუთარ თავზე ბევრად დიდი ცხოველიც გადაყლაპოს. ანაკონდას ყველაზე დიდი მტერი სხვა მტაცებელი კი არა, თვითონ ადამიანია. მისი ლეგენდარული რეპუტაციისა და ძვირფასი ტყავის გამო მასზე ხშირად ნადირობენ, თუმცა ანაკონდები საოცრად მორცხვი და ფრთხილი ცხოველები არიან, რის გამოც ადამიანებს იშვიათად ეჩეხებიან და სწორედ ეს ეხმარება მათ გადარჩენაში. ამიტომაც მათი ლეგენდა დღემდე ცოცხალია. წყლიდან ხეებისკენ გადავინაცვლოთ. ამაზონის ტროპიკული ტყე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკოსისტემაა და ამას ყველაზე კარგად ერთი თითქოს უბრალო ცხოველი, ზანტა გამოხატავს. ზანტა სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებული ხეზე მცხოვრები ძუძუმწოვარია, თუმცა მისი შემჩნევა ძალიან რთულია. ის უმეტესად ტყის ზედა საფარში იმალება და განსაკუთრებულად უყვარს ცეცროპიას ხე, რომელსაც ზანტას ხესაც უწოდებენ. ზანტა იმდენად არის შერწყმული გარემოსთან, რომ მისი ბეწვიც კი პატარა ეკოსისტემას გავს. მეცნიერები მას მოსიარულე ეკოსისტემას უწოდებენ, რადგან მის სქელ ბეწვში უამრავი მცენარე და პატარა ცხოველი ცხოვრობს. ამაზონში თითქმის ყოველდღიური წვიმისა და მაღალი ტენიანობის გამო ზანტას ბეწვი იდეალური გარემოა ხოჭოებისთვის, ტარაკნებისთვის და განსაკუთრებული სახეობის წყალმცენარეებისთვის, რომლებიც დედამიწაზე სხვაგან არ გვხვდება. ეს წყალმცენარეები ზანტასთან ერთად განვითარდა და დედიდან შვილზე გადადის, როცა პატარა დედას ახლოს ყავს. წყალმცენარეები ზანტას არა მხოლოდ შენიღბოში ეხმარება, არამედ საკვების მიღებაშიც. ზანტა ფოთლებით იკვებება, თუმცა ფოთლები რთულად მოსანელებელია და მცირე ენერგიას შეიცავს. ამიტომ საკუთარ ბეწვში გაზრდილ წყალმცენარეებს ჭამს, რითაც ღარიბ რაციონს დამატებით საკვებ ნივთიერებებს უმატებს. ასეთი კვების გამო ზანტას კუნთოვანი მასა სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით ნაკლებია.
მას სწრაფად გაქცევა არ შეუძლია, ამიტომ იაგუარის მსგავსი მტაცებლის წინაშე თითქმის დაუცველია. თუმცა მისი მთავარი თავდაცვა სწორედ სიჩქარის არ ქონა. დღის დიდ ნაწილს თითქმის გაუმძლევრად ატარებს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოძრაობს, რის გამოც ზანდა ეწოდა. ხშირად ერთი და იმავე ხეზე წლების განმავლობაში რჩება. როცა გადაადგილდება, ამას იმდენად ნელა და ფრთხილად აკეთებს, რომ ფოთლებს თითქმის არ არხევს და მტაცებლების ყურადღებას არ იქცევს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ნელი მოძრაობისა, გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად ეზრდება. მტაცებლები ხშირად ვერც კი ამჩნევენ მის არსებობას. ამ უნიკალური ცხოვრების წესით ზანდა ამაზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბინადარია, თუმცა ამას თავისი ფასიც აქვს. ის მხოლოდ ამ კონკრეტულ გარემოში არსებობს. თუ ამაზონის დღე გაქრება, ზანდაც ვეღარ გადარჩება. ზანდა თავად არის იმის სიმბოლო, რამდენად მჭიდროდ არის ამაზონის ყველა ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ როცა ამაზონს ვიცავთ, სიამოვნებაში ზანდასაც ვიცავთ. ამაზონის უზარმაზარმა ტყეებმა, მდინარეებმა, მანგროს ჭაობებმა და დაჭაობებულმა ტერიტორიებმა სიცოცხლის წარმოუდგენი მრავალფეროვნება შექმნა და ამ მრავალფეროვნებაში განსაკუთრებული ადგილი კაიმანებს უკავიათ. კაიმანები ნიანგების უძველესი ოჯახის წარმომადგენლები არიან და ამაზონის წყლებში ერთ-ერთ უმაღლეს ადგილს იკავებენ. ამაზონში მათი 6 სახეობა ბინადრობს. ყველაზე პატარა ჯუჯა კაიმანად დაწყებული თითქმის 5 მეტრიანი შავი კაიმანით დასრულებული. ოდესღაც ამაზონის ტყე სამხრეთ ამერიკის უდიდეს ნაწილს ფარავდა. მისი ისტორია 55 მილიონ წელზე მეტს იცვლის, თუმცა კაიმანების წინაპრები კიდევ უფრო დიდი პერიოდისანი არიან. სწორედ ამიტომ ისინი პლანეტასთან ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილად შეგუებულ ცხოველებად მიიჩნევიან. ძლიერი კუდისა და აპკიანი თათების დახმარებით კაიმანები შესანიშნავად დაცურავენ და ამაზონის მდინარეებსა და ტბებში თითქმის შეუდარებლები არიან. ისინი ძირითადად ვიზუალურად ნადირობენ. დიდი თვალები ვერტიკალური გუგებით ღამითაც შესანიშნავად ხედავს, ხოლო გამჭვირვალე დამატებითი ქუთუთო წყალში თვალებს იცავს და ხედვასაც ამჯობესებს. ძლავრი ყბები ნადავლ წამებში იჭერენ. კაიმანები ოპორტუნისტი მტაცებლები არიან. ჭამენ ყველაფერს, რასაც ხელი მიუძლებათ. მათი მენიუ მოიცავს თევზებს, ამფიბიებს, მწერებს, ლოკოკინებს, სხვა ქვეწარმავლებს და მსხვილ ძუძუმწოვრებსაც. მოკლედ, ამაზონი მათთვის ნამდვილი ულევის უფრაა. თუმცა ამაზონშიც დგება რთული პერიოდი. ყოველწლიური გვალვის დროს წყლის დონე ეკლებს. ერთმანეთთან დაკავშირებული მდინარეები და დატბორილი ტერიტორიები ერთმანეთს წყდება, რის გამოც კაიმანების სანადირო არეალი მნიშვნელოვნად მცირდება, მაგრამ ისინი ასეთ პირობებსაც კარგად ეგუებიან. შეუძლიათ თვეების განმავლობაში საერთოდ არ იკვებან. ენერგიის დასაზოგად ნაკლებად მოძრაობენ და იშვიათად ნადირობენ, რადგან ცივსისხლიანები არიან, სხეულის გასათბობადაც ენერგიის დახარჯვა არ უწევთ და სითბოს გარემოდან იღებენ. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში კანიბალიზმზეც კი გადადიან. დღეს კაიმანებისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა. მათი სქესი კვერცხში განვითარებისას ტემპერატურაზეა დამოკიდებული. დაახლოებით 30 გრადუსზე უმეტესად მდედრები იჩეკებიან, ხოლო 4 გრადუსით უფრო მაღალ ტემპერატურაზე ძირითადად მამრები იბადებიან. ამიტომ მეცნიერები შეშვებენ, რომ გლობალური დათბობის გამო მომავალში მამრი კაიმანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მთელი პოპულაციისთვის სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს. მიუხედავად ამისა, კაიმანებმა რთული პერიოდები ადრეც გადაიტანეს. ერთ დროს მათ ძვირფასი ტყავის გამო თითქმის გადაშენებამდე ანადგუროდნენ, რამაც ამაზონის ეკოსისტემის ბალანსიც დაარღვია. მოგვიანებით კაცმა მონადირეების აკრძალვამ და დაცულმა ტერიტორიებმა მათი პოპულაციის აღდგენა შეძლო. დღეს კაიმანი ბუნების დაცვის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ითვლება და საკვების ჯაჭვის სათავეში დაბრუნებით ამაზონის ფაქიზი ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგრამ ამაზონის ცხოვრება მხოლოდ მდინარეებით არ შემოიფარგლება. ხშირი მცენარეულობის ქვეშ სრულიად განსხვავებული სამყარო იმალება. მზის სხივები ძლივს აღწევს ტყის ფსკერამდე, სადაც მუდმივი ჩრდილი, მაღალი ტენიანობა და ლპობადი მცენარეებისა და ცხოველების ნარჩენები ნიადაგს საკვები ნივთიერებებით ამდიდრებს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემო ერთი შეხედვით უსიცოცხლოდ გამოიყურება, სინამდვილეში აქ სიცოცხლე საოცარი სიუხვითაა წარმოდგენილი. ამაზონში მცხოვრები ყველა ცხოველის დაახლოებით 90% ფეხსახსრიანია. ჯგუფი, რომელშიც შედის მწერები, მრავალფეხები, მორიელები და ობობები. ამაზონში ობობის დაახლოებით 3600 სახეობა ბინადრობს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შიშის მომგვრელი ტარანტულაა. ტარანტულები ჯერ კიდევ დინოზავრების ეპოქიდან არსებობენ.
მსოფლიოში მათი 800-ზე მეტი სახეობაა, მაგრამ ყველაზე დიდი წარმომადგენლები სწორედ ამაზონში გვხვდება. აქ ტარანტულები იმდენად იზრდებიან, რომ მათი ზომა დაახლოებით დიდი თეფშის ტოლი ხდება. ისინი მიწისქვეშა სოროებში, ან ხეების ფუღუროებში ცხოვრობენ. სხვა ბევრი ობობებისგან განსხვავებით, ტარანტულა ნადავლის დასაჭერად ქსელს არ იყენებს. ის ჩასაფრებით ნადირობს. სოროში სასვლელთან მოთმინებით ელოდება მსხვერპლს. მისი სხეული დაფარულია უკიდურესად მგრძნობიარე ბუსუსებით, რომლებიც უმცირეს ვიბრაციასაც კი აღიქვამს. ამ ბუსუსების საშუალებით ტარანტულა გრძნობს სუნის მსგავს ქიმიურ კვალს, სავარაუდოდ ხმასაც, და მანამდეც კი ხვდება სად არის და რამდენად დიდია ნადავლი, სანამ თვალით დაინახავს. ტარანტულას ჩვეულებრივი საკვები მწერები, ბაყაყები, პატარა ხვლიკები და თაგვები არიან. მაგრამ ამაზონის გიგანტურ ტარანტულებს გაცილებით დიდი მსხვერპლის დამარცხება შეუძლიათ. როდესაც ნადავლი საკმარისად მიუახლოვდება, ტარანტულა ელვის სისწრაფით ესხმის თავს, ფეხებით მჭიდროდ იჭერს და შხამით პარალიზებას უკეთებს. მსხვერპლის სიკვდილის შემდეგ მის სხეულში საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს უშვებს, რომლებიც ქსოვილებს თხევადად აქცევს. შემდეგ კი ამ მასას პირით შეიწოვს. მიუხედავად საშიში გადაგნობისა, ტარანტულა ადამიანებისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. სამაგიეროდ ადამიანი წარმოადგენს საფრთხეს ტარანტულებისთვის, ტყეების გაჩეხვისა და ეგზოტიკური შინაური ცხოველებით ვაჭრობის გამო. საბედნიეროდ ამაზონში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ტარანტულების პოპულაცია ჯერ კიდევ სტაბილურად იზრდება. ყოველწლიურად სამხრეთ ამერიკაში ძლიერი წვიმების შედეგად ამაზონის მდინარე ნაპირებიდან გადმოდის და ვრცელ დაბლობ ტყეებს უზარმაზარ დატბორილ ველებად აქცევს. სწორედ ამ წყლებში ცხოვრობს ამაზონის მდინარის დელფინი, რომელსაც ბოტოსაც უწოდებენ. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი მტკნარი წყლის დელფინი და ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ არსებად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან, ერთი ფაქტი ნათელია. ბოტო იდეალურადაა შეგუებული ამაზონის მდინარის პირობებს. მთელ ცხოვრებას ამაზონისა და მისი შენაკადების მღვრიე წყლებში ატარებს. სწორედ ამიტომ აქვს გრძელი და ფართო ფარფლები, ასევე დაბალი ზულის ფარფლი, რაც ძალიან მცირე სიღრმეშიც კი საოცარ მანევრულობას აძლევს. ჩვეულებრივი დელფინებისგან განსხვავებით, მისი კისრის მალები ერთმანეთთან შეზრდილი არ არის, ამიტომ თავის ორივე მხარეს თითქმის 180 გრადუსით ატრიალებს. ეს აუცილებელია, რათა დატბორილ ტყეში ხეებსა და წყალქვეშა დაბლობებს შორის თავისუფლად იმოძრაოს. გარდა ამისა, ბოტო თავის მოძრაობასთან ერთად იყენებს განვითარებულ ეკოლოკაციის სისტემას, რომლის მეშვეობითაც არა მხოლოდ გზას პოულობს, არამედ ნადავლსაც ზუსტად ადგენს. ამაზონის მდინარის დელფინი, ანუ ბოტო, თავისი უჩვეულო გარეგნობითა და უნიკალური შესაძლებლობებით მეცნიერებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ცხოველად რჩება. მას პატარა თვალები აქვს და დღემდე ზუსტად არავინ იცის, რამდენად კარგად ხედავს. თუმცა ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამაზონის მღვრიე და ბნელ წყლებში ნადირობისას მხედველობას თითქმის საერთოდ არ ეყრდნობა. მისი მთავარი იარაღი ეკოლოკაციაა. ბოტო გამოსცემს მგერით ტალღებს, რომლებიც სხვადასხვა საგანს ეჯახება და უკან ბრუნდება. სწორედ ამ არეკლილი სიგნალები შეუძლია საოცარი სიზუსტით განსაზღვროს, სად იმალება თევზი, კუ თუ კიბოსნაირი, მაშინაც კი, როცა წყალში თითქმის არაფერი ჩანს. თავზე არსებული დიდი ამობურცული ნაწილი ამ სონარული სიგნალის უკეთესად ფოკუსირებაში ეხმარება, ხოლო გრძელი და ვიწრო დინგის საშუალებას აძლევს საკვები იქიდანაც ამოიღოს, სადაც სხვა მტაცებლები ვერ აღწევენ, ხის ფუღუროებიდან, ჩაძირული ტოტებიდან და წყალქვეშა მცენარეების ხშირი საფარიდან. თუმცა განსაკუთრებულ ადაპტაციებს თავისი ფასიც აქვს. ოკეანის დელფინებთან შედარებით ბოტო გაცილებით ნელია, მაგრამ ამაზონში ეს ნაკლი თითქმის არაფერს ნიშნავს, რადგან ბუნებრივი მტაცებელი პრაქტიკულად არ ჰყავს. ერთადერთი რეალური საფრთხე ისევ ადამიანია. წარსულში ამაზონის ადგილობრივი ტომები ბოტოს წმინდა არსებად მიიჩნევდნენ. შერუდათ, რომ მას ადამიანის სახის მიღებაც კი შეეძლო, ამიტომ მის მოკვლას ერიდებოდნენ. დღეს კი მდგომარეობა შეიცვალა. მრეწველობა, ტყეების განადგურება და ინტენსიური თევზჭერა თანდათან ანადგურებს იმ გარემოს, სადაც ბოტო ცხოვრობს და ამცირებს იმ თევზის რაოდენობასაც, რომელზეც მისი გადარჩენა დამოკიდებული. დამატებით საფრთხეს კლიმატის ცვლილებაც ქმნის. ის არღვევს ამაზონის ყოველწლიურ დატბორვის ბუნებრივ ციკლს. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბოტოს წასასვლელი არსად აქვს.
50 წელიწადში კი ამაზონის უდიდესი ნაწილი შესაძლოა სამუდამოდ გაქრეს.